ხო, მე მგონი ვარ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით და მოკლედ გეტყვით, ისი თქვა მინდა, თქვენ იცით რომ მაშინდელ სასამართლო ივანიშვილის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოვიტანა შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩემს მიმართ, გავიდა დაახლოებით 2 თვე ნახევარი და საპარლამენტო ხდომას ველოდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ პუნქტს არ ვეთანხმებოდი, რაც იქ ასე თქვათ ჩამიჯღაბნეს გადაწყვეტილებაში. ველოდებოდი, მაინც არ დავარღვიე მათი შეზღუდვები და ველოდებოდი ხდომას. ამ ხდომაზე გამოვცხადდი, იცით თქვენ გუშინ წინ და სანამ პარლამენტში წავიდოდი, ჩემმა ადვოკატო გიორგი კონდახიშვილმა პროკურორს ფორმალურად აცნობა იმის შესახებ, რომ დეპუტატი მელია გამოცხადდებოდა პარლამენტში. წერილიც გააგზავნა მატერიალური სახითაც და ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებაც. რაზეც თანხმობა მიიღო ადვოკატმა, საქმეში ჩავაყენეთ. მივედი ხდომაზე სანამ სიტყვით გამოსვლას დავიწყებდი, 5 წუთით ადრე ჩემო მეუღლემ მაცნობა, რომ სახლში იყვნენ მოსულები პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს სოქმი იმის თაობაზე, თითქოს ეს არ იყო შეთანხმებული და ისე გავედი მე სახლიდან და მივედი პარლამენტში. და კითხვაც დაისვა თუ სად ვიყავი, რადგან ტელევიზორი იყო ჩართული და პირდაპირ ეთერში გავხდით მე. კაი, ამ ყველაფერმა ჩაიარა. მეორე დღეს მობრძანდნენ ბატონები და სამაჯური შემიცვალეს და მეტიც თხოვეს, რომ სამაჯური იქნებ ფეხის კიდურზე გავიკეთო. ეს იყო მათი რეკომენდაცია, ვინაიდან არ დაზიანდებოდა, რადგან ახლა უარი უთხარი. მოკლედ ერთი სიტყვით დაიწყო გაუგებარი რაღაცა მოძრაობები ამ ჩემს პარლამენტში მისვლის შემდეგ სამაჯურისა და ზოგადად სახლის გარშემო, ვიდრე ეს ხდებოდა 2 თვე ნახევრის განმავლობაში. დღეს ვაპირებ მე დათო აკუბარდიას გადაცემაში მისვლას ტელეკომპანია კავკასიაზე, რის შესახებაც ასევე ეცნობა ფორმალურად ადვოკატის მხრიდან პროკურორს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო ადვოკატმა, შესაბამისად მე, რომ არ მაქვს უფლება გავიდე სახლში. ხო, დეპუტატის უფლებამოსილება, ესე იგი, მათი აზრით ხორციელდება მარტო პარლამენტში და არა რომელიღაცა ტელევიზიაში, თუნდაც ოპოზიციურ ტელევიზიაში. დღეს მიუხედავად ამ შეზღუდვისა ვაპირებ მისვლას და გავალ სახლიდანაც და მივალ ბატონ აკუბარდიასთან, ამის შემდეგ ვერთვები ინგა გრიგოლიას თავის გადაცემაში. მინდოდა რომ ეს ყველაფერი გცოდნოდათ თქვენ, ეხლა რა სისულელეს გააკეთებს ქართული ოცნება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეხლა ვერ გადაასხამს გუდრონს ეხლა ამ ქვეყანას, ხო? და ვერ ამიგრძალავს იმას, რისი აკრძალვის უფლება არ აქვს. ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების უფლება მაქვს, ვალდებულიც ვარ, ხო? ვარ ისეთივე მოქმედი დეპუტატი, როგორც დანარჩენი 159 და ეხლა დღეს თუ მე დავემორჩილე ივანიშვილის ამ იდიოტობას, რომ არ უნდა წავიდე მე თურმე ტელეკომპანია კავკასიაში, ხვალ შეიძლება მე მითხრას იგივე წარმატებით, რომ ერთი ოთახიდან მეორეში არ გავიდე. ამიტომ ეხლა ვინც ემორჩილება, ის დაემორჩილოს და ჩემსგან ნაკლებად მიიღებს იმ სიამოვნებას, რომ ვიღაცა პროკურორმა გენპროკურორის ბრძანებით ეხლა მე ამეგზავნოს თავისუფალი გადაადგილება, რომელიც არ არის სასამართლო გადაწყვეტილებაში გაწერილი და ეს გენპროკურორი რომ გაგახსენდება ადამიანს, რომ არის ივანიშვილის პირადი იურისტი, განსაკუთრებით მიჩნდება სურვილი, რომ მათი სურვილი არ შევასრულო და მითითებები. ამიტომ შევხვდებით ტელეკომპანია კავკასიაზე დათო აკუბარდიას გადაცემაში. კარგად გზანდებოდეთ და დროებით.